როგორც მოსალოდნელი იყო დიახ. შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სტრატეგიული ავიაცია, პირველ რიგში სტრატეგიული ავიაცია ჩაერთო ამ კონფლიქტში ოღონდ შეზღუდული ძალით, შეზღუდული რესურსების გამოყენებით, ეს არ არის რაღაცა მაქსიმუმთან მიახლოებულიც კი რეალურად არ შეუძლია ხო სიტყვაზე შტატების სტრატეგიულ ავიაციას რო მიაყენოს სიტყვაზე სარაკეტო იქნება თუ საბომბე დარტყმები ირანის ბირთვული პროგრამის ელემენტებს. ზოგადად რამდენიმე დღის წინ დაიწყო, სადღაც დაახლოებით კვირა იქნება, დაახლოებით ერთი კვირა იქნება, რაც მასიური გადმოსროლა დაიწყო ძალების, საჰაერო ძალების ტექნიკის. პირველ რიგში ეს იყო საწვავ გასამართი, ჰაერში საწვავით გასამართი სტრატოტანკერები, თვითმფრინავები ევროპის მიმართულებაზე. დაიწყო ასევე გამანადგურებლების გადმოსროლა და ძალების გადაადგილება იმ ძალების, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყავს შტატებს და აეროდრომების და ზოგადად ინფრასტრუქტურის მომზადება. უკვე გუშინ დღის განმავლობაში პრაქტიკულად 100%-თან მიახლოებული ალბათობით მოსალოდნელი იყო, რომ ეს ამერიკული ბიორები დაარტყავდნენ ირანში ბირთვული პროგრამის კომპონენტებს და რატო იყო ახლა მოსალოდნელი. ბიორი ზოგადად ესეთი ძალიან სპეციფიური სტრატეგიული ბომბდამშენი არის, დიდი საბრძოლო დატვირთვა აქვს, მაგრამ მისი საბრძოლო დატვირთვის მაქსიმუმი არის ეს ორი ერთეული მოპის ტიპის ბომბი GBU-57. სხვა ტიპის ხა მსუბუქი ბომბები რამდენიმე ათეულით შეუძლია ჩამოყაროს, მაგრამ მოპის შემთხვევაში ორი ბომბის ტარება შეუძლია და ხდება მისი შეიარაღების საკიდი წერტილების გადატვირთვა, გადამცემება. შესაბამისად, როდესაც ორი ცალი ამ ბომბით ფრინდება თვითმფრინავი, პრაქტიკულად 100%-იანი გადაწყვეტილება არის მიღებული და საბრძოლო ბრძანება აქვს მიღებული, რომ პირდაპირ გაფრენა მოხდეს მიზნისკენ და ბომბების ჩამოყრა, იმიტომ რომ ამ ბომბებით აფრენა და შემდეგში აეროდრომზე დაждდომა დაკავშირებულია უდიდეს რისკთან, რომ დაждდომისას თვითმფრინავი დაზიანდეს, განადგურდეს. საწვავის მცირე რაოდენობით ფრინდება ასეთ შემთხვევაში ბომბები დატვირთული თვითმფრინავი და ჰაერში ხდება შემდეგში საწვავის გადავსება. საწვავის გადავსება თვითმფრინავებზე რამდენჯერმე მოახდინეს წყნარი ოკეანის თავზე და როგორც მოსალოდნელი იყო მოხდა ღამის საათებში დარტყმა მოპის ტიპის ბომბებით. 6 ერთეული ბიორი სპირიტი შეფრინდა აი ფორდოს მიმართულებაზე და ჩამოყარეს ორ-ორი ცალი 12 ერთეული მოპი. ერთი ერთეული ნატანზის მიმართულებაზე შეფრინდა, ნატანზში ჩამოაგდო ორი ერთეული მოპი, ერთმა ბიორმა, ანუ მეშვიდე თვითმფრინავმა და ისპაჰანის ობიექტს რაც შეეხება ისპაჰანთან არსებულ საბიზნესს, ამას ტომაჰავკებით BGM-100 ტომაჰავკის ტიპის ფლოტსანი რაკეტებით დაარტყა უკვე ოჰაიოს კლასის წყალქვეშა-ნავმა, სხვათა შორის ჯორჯია იყო ეს წყალქვეშა-ნავის შტატების სახელები ქვია და ჯორჯია იყო ის წყალქვეშა-ნავი, რომელმაც 30 ერთეული 30-ზე მეტი არსებული ინფორმაციით ფლოტსანი რაკეტები გაუშვა და ისპაჰანის და ნათანზის სამბიზნეებს დაარტყეს. ფორდოს რაც შეეხება ეს ყველაზე ესეთი ღრმა ობიექტი არის, აქ ხდება ურანის გამდიდრება, საბოლოო გამდიდრება, ანუ 60%-დან 90%-ის ზემოთ, ანუ უშუალოდ ბირთვული იარაღის შესაქმნელად რაც არის საჭირო და ნატანზში ხდება 60%-მდე გამდიდრება. შემდეგში გადაქონდათ ეს ურანის მარაგები ფორდოში და იქ ხდებოდა საბოლოო, ასე ვთქვათ, გამდიდრება. პრაქტიკულად ირანის ბირთვული პოტენციალის დიდი ნაწილი განადგურებული არის, იმ პოტენციალის სამეცნიერო ტექნიკური პოტენციალის, რითიც სიტყვაზე პერსპექტივაში ბირთვული იარაღის შექმნა შეეძლოთ და მოსალოდნელია, რომ დაბომბები გაგრძელდება, იმიტომ რომ აქ თავმოყრილი ამერიკული ძალები ცოტა უფრო სერიოზული რაღაცისთვის ემზადებიან, ვიდრე სიტყვაზე ერთჯერადი ოპერაცია იყო ბიორებით. სავარაუდოდ ბიორებს კიდევ გამოიყენებენ, მათ შორის მოპების გამოიყენონ დამატებით და სიტყვაზე მოაბის ტიპის ბომბებით შეიძლება ჩამოაგდონ. ეს ერთგვარი ბიძაშვილი არის მოპის ბომბის, ოღონდ ფუგასური ზემძიმე კატეგორიის ყველაზე მძიმე ფუგასური ბომბია, რაც უფრო აი მიწის ზედა სამიზნეების გასანადგურებლად არის განკუთვნილი. პლუს საავიამზიდო დაჯგუფებების მობილიზება ხდება რეგიონის მიმართულებაზე და ინდოეთის ოკეანეში დიეგო გარსიას კუნძულ დიეგო გარსიაზე არსებულ აეროდრომზე, სადაც ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები ბაზირებენ. აქაც არის დამატებით 6 ერთეული ბიორი თავმოყრილი. ამ 6 ერთეულის გარდა კიდე და B-52-ებიც არის არსებული ინფორმაცია და B-1 ლანსერებიც, რასაც სავარაუდოდ გამოიყენებენ ასევე თუ ამერიკული საჰაერო ძალების ჩართულობა გაგრძელდა კიდე შემდეგი დღეების განმავლობაში. დიდი ალბათობით გაგრძელდება და საბოლოოდ დაუსვავენ ალბათ წერტილს არა მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას, არამედ თვითონ ამ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელიც ირანს მართავს და მათ დაქვემდებარებულ სამხედრო ძალებს.
კი ბატონო, ბატონ გიგა, აი ეს ერთგვარად რაღაცაეთ გვაჩვენებს თუ არა იმასაც, რომ აი დიპლომატიური და მოლაპარაკებების გზით აი ამ კონფლიქტის მოგვარება ფაქტობრივად შეუძლებლად გამოიყურება და ასევე აუცილებლად მინდა გკითხოთ, არ ვიცი თქვენს ნახავდით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, მან დაგვიანონსა, რომ მიემგზავრება მოსკოვში, პუტინთან უნდა შეხვედრა, რომ რაღაცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სრული მხარდაჭერა აქვთ, მოკლედ ამ ამბავში მეგობარია ჩვენი რუსეთიო, რაც არავის არ უკვირს ბუნებრივია, რა სიტყვით აი ამ გარემოებაზეც. ეხლა ერთადერთი მხარდაჭერა, რამაც შეიძლება ირანი გადაარჩინოს, ეს არის მასიური სტრატეგიული დონის სამხედრო მხარდაჭერა ქვეყნებს შორის, ანუ რუსეთიდან, რუსეთს ამის რესურსი ამ ეტაპზე არ აქვს. ერთადერთი რესურსი, რაც რუსეთს ამ ეტაპზე აქვს, ეს არის ბითული შეიარაღება, რომლის სიტყვაზე ირანის მხარდაჭერის შემთხვევაში, სამხედრო მხარდაჭერის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მესამე მსოფლიო ომში ეს არ გადაიზრდება, იმიტომ რომ არ არის ირანი იზღირებულება რუსეთისთვის, რითვისაც სიტყვაზე შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდება სერიოზული ძალებით და რეალურად შტატებთან დაპირისპირებაზე წავა ირანის გამო, როგორც ბევრი ბრჭყალებში მოკავშირე გაუწირია რუსეთს, იგივე ელის ირანსაც. ერთადერთი ეხლა რაც შეიძლება რუსეთმა ამათ შესთავაზოს არის პოლიტიკური ფიგურების თავშესაფარი, გაქცევა რუსეთში. აშკარად სახეზეა, რომ არც ისრაელის შეიარაღებული ძალები არ აპირებს გაჩერებას და ყოველდღიურ რეჟიმში დღის განმავლობაში რამდენიმე ათეულ საბრძოლო გაფრენას აკეთებენ ირანის შეიარაღებული ძალებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის და სტრატეგიული ღირებულების ობიექტებზე, როგორც არის ბალისტიკური რაკეტების ქვედანაყოფების სადგომები, ბოქსები, სიტყვაზე საველე სადგომები, რაკეტების შემნახავი საცავები და ასე შემდეგ. უბრალოდ ეხლა შტატების მხრიდან პირველადი ჩართულობა ეხლა რაც ხელმოხდა გარდაუვალი იყო და აუცილებელი იყო და საჩქარო იყო, იმიტომ რომ ამ ტიპის მძიმე კატეგორიის ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბების, ანუ 13.5 ტონიანი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბების ჩამოყრა არც ერთი სხვა ქვეყნის საჰაერო ძალებს არ შეუძლია და ერთადერთი თვითმფრინავი, რომელსაც ამის ჩამოგდება შეუძლია, ამერიკული ბიორია და პლუს ეს ბომბები მხოლოდ შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს აქვს შეიარაღებაში. ისრაელი ამ დრომდე ხარ რასაც იყენებდა, ეს იყო 2 ტონა ნახევარი კატეგორიის GBU-28 ტიპის ბუნკერ-ბასტერები, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები, რომელსაც შედარებით უფრო დაბალ ნაკლებ სიღრმეზე არსებული ობიექტების დაზიანება განადგურება შეუძლია. მოპების რაოდენობა შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში ხარ რაც მეტნაკლებად არსებული ინფორმაციებით არის. ანუ ეს არ არის რაღაცა ისეთი ბომბი, რომელიც ათასობით აქვს შეიარაღებაში და არც ასეულობით აქვს მათი რაოდენობა. რამდენიმე ათეულია სულ დამზადებული, დღეს და გუშინ არ დამზადებულია ეს ბომბი, დიდი ხანია არსებობს ეს პროექტი და სპეციალურად არის შექმნილი ეს ბომბი ამ ირანის ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად და ის რაოდენობა აქვს, რაც რეალურად სხვა მათი გათვლებით ჭირდებათ. ანუ რაღაცა მასიურად ყოველდღე ამის ჩამოყრა არ მოხდება, რამდენიმე ობიექტზე მოხდება ალბათ კიდე დამატებით, დარტყმებით და დანარჩენს ჩვეულებრივი საავიაციო საბრძოლო მასალებით და ტომაჰოკის ტიპის ფთოვსანი რაკეტებით გააკეთებენ.